მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გადაცემათა ციკლს საუბრები ბრეხალოვკიდან. დღეს ყავს ორი შესანიშნავი სტუმარი, ორი შესანიშნავი ადამიანი, ათანასე ოდიშარია ჩვენი ავტორ. ბატონი ათანასე გახლავთ ექიმი, უროლოგი და ასევე ბატონი გოგი ფაცაცია, ავიატორი. ბატონო გოგი, არსებობს ცნობილი ფილმი მიმინო, სადაც თავად გმირს სულ უნდა რომ დიდ ავიაციაში იყოს, დიდ ავიაციაში იშრომოს. მახსოვს შენი სიმღერები და სულ გვეუბნა რომ ბატონო გოგი შეიძლება გაყვეს მუსიკას. არა, თქვენ ავიაციაში და უცებ დიდ ავიაციაში მოხვდით და ეხლაც ვიხსენებ სოხუმის აეროპორტს. ძალიან ბევრი ცნობილი, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მოდიოდა და ძალიან პიკანტური მომენტებიც იქმნებოდა ხოლმე მათთან დაკავშირებით და რომ გავიხსენოთ ის ლამაზი დღეები და ეს ამბები. ახალგაზრდა ბიჭი ვარ, სადღაც 25-26 წლის. ახლა დანიშნული ვარ 3 თვის დანიშნული ვარ აეროპორტის უფროსის მოადგილედ გადაზიდვების დარგში. ზივარ კაბინეტში და ამ დროს შემოდის ცნობილი კაცი იყო ბაბუშერაში, ემზარი ქაკუჩაია. რაღაც კაცი შემოყვა. ის გაიცანიო კოტე მახარაძეო. ახლა კოტე მახარაძე კი გამიგონია კაცი და კომენტატორი იყო საბჭოთა კავშირის ტელევიზიის პირველი არხის. ცნობილი პიროვნება. ვიცოდი რომ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობიც იყო და ერევანში მიფრინავსო და ერევნის თვითმფრინავი სად არისო მითხოვდა. გავხედე საათს 4 საათია. მეუთხარი 3 საათზე გაფრინდა მეთქე და მაგრამ მაინც შევამოწმებ მეთქე და ბულს დავაჭირი დისპეჩერს ვეუბნები. სად არის ერევნის თვითმფრინავი წავიდა მე კიო 3 საათზე გაფრინდა და ახლა უკვე ერევანში იქნება თვითმფრინავი დამჯდარიო მითხოვს. თამაშობს მოსკოვის სპარტაკი და ერევნის არარატი. ეს არის წამყვანი და საკავშირო ტელევიზიის კომენტატორია. გაწირდა, გაყვითლა, გაფითრდა, რა ვქნა, მანქანით რო წავიდეო, მეუთხარ 8 საათი უნდა მე სოხუმიდან მინიმუმ 8 საათი დაგჭირდა და მდედა 8 საათი, უკვე 4 საათია და რა მიქენიო, შენი ვახე ღვინის გამო ასე მომივიდაო. შენთან რა უნდა მეთქაც გზავრი იყო და თავის დროზე თვითონ მოსულიყო მეთქი. მეგრულად ვეუბნები, სიმუს გოჩხობ მაუძი, მუზდოს მოგურთუმ ოჯახაშინებულს მეთქი. სუფთა მეგრულით მეუბნება, მართალი რიქიავა, მარავა, ამათ რო შეეყრებიო, ხო იცი რა მოგივაო. მართა გილხა შემცხვა. და როგორ მეგინდა ახლა მინდა რომ დავეხმა გამოვიდეს სიტუაციიდან რომ რაღაცა გავაკეთო რომ ამ ეს კაცი ნაწყენი არ დამრჩოს და ჩვენ ავიაციას კავშირგაბმულობის ჩვენი ხაზი გონდა და თბილისმა მომცა მოსკოვი. მოსკოვის კომენტატორს ვეუბნები მომეცით მინისტრი ან მოადგილე. კოტე თურმე ზის და თქვენ რას მარიაჟობს ეს ბავშვი. ეს ბიჭი რას მარიაჟობს, რას მაშაკელებს, ფიქრობდიო, მე თქვა, მე ფიქრობდიო რომ რას მაშაკელებს და რა მოსკოვი, რა თბილისი, რაღაცას სიაფანდობს რაღაცას მინისტრი არ პასუხობს მოადგილესო და ბულანოვი იყო ნიკოლაი ანდრეევიჩი ბულანოვი და მიგრა ანდრეევიჩი მეთქი 100 ჩემი საქმე მეთქი ჩემი ბრალია მეთქი მე დავიბრალი ახლა ყველაფერი და ჩემი ბრალია მეთქი დააგვიან ამ კაცმა და არა და ამ საათზე ამ ეს მატჩი უნდა გააშუქოს მეთქი მოსკოვის სპარტაკი და ერევნის არარატი და წინასწარ გავიგე რომ სოხუმის ზონაში 15 წუთში შემოფრინდება მეთქი თვითმფრინავი ტუასოს და 14 ეს გავიგე წინასწარ რომ ორი ადგილი აქვს მეთქი თავისუფალი ესეც გავიგე მეთქი და თხოვთ მეთქი რომ დავაჯინოთ ეს მიფრინავდა როსტოვი ერევანი იყო. დააჯინეო მითხრა მეც გავშეშდი ახლა დავაჯინო მეთქი? კიო დააჯინეო. მეუთხარი მინისტრს მევეტყვიო. საბჭოთა კავშირის გენერალური ინსპექცია იყო ავიაციის ზედამხედველი, რომელიც ემორჩილებოდა მხოლოდ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. დისპეჩერს ვეუბნები ახლა უკვე ამაყად წელგამართული მეუთხარი დააჯინეთ თვითმფრინავებად. კოდე ამბობს თურმე რომ გულში ფიქრობ რომ არ ჯერა ამ კაცა ეს დავაჯინეთ მოკლედ და ხენების ხელმძღვანელი იყო შოთა ხობუტია. შემოვარდა ჩემთან გაშვები გოგი ხარ გადირი როგორ აჯენ თვითონაც ეს ჩეპეას ერთი ამბავია სან ახალგაზრდა კაცი ხარ ყველა ზახსნიანო მე უკვე მოსკოვთან შეთანხმებული მაქვს საბჭოთა კავშირის მინისტრმა იცის მოადგილე იცის და გენერალური ინსპექციის უფროსმაც იცის მეთქი და კარგიო დავწყნარდიო მაგრამ ეს უკვე ტარკილისთვის თუ თქვია ტარკილი იყო არაჩვეული ადამიანი აფხაზი კაცი ჩვენი მეთაური იყო გოგი რა შვები ხარ გადირი ამასაც გონია რომ ახლა მე ხან 3 თვეა სულ და 4 მუშაობდა. რაღაცა მეშლება და შეუთანხმეს ბულანოვმა იცის მეთქი, მინისტრმაც იცის მეთქი და რიშკოვმაც იცის გენერალური ინსპექცია და ეს როგორ გააკეთებოდ მე ვთხარი ბულანოვს ხოვე და მაგან გააკეთა მეთქი და მოგე დავაჯინეთ თვითმფრინავი
ეკიპაჟი გაგიჟებულია, ერევნის ეკიპაჟი იყო, რა საფუძველზე დაგვაჯინეთო, შეთანხმებულია ასე მეთქი და აი კოტე მახარაძეა მეთქი, რეპორტაჟი მიყავს მეთქი ერევნის და მოსკოვის თამაშების მეთქი და ეს უნდა წაიყვანოთ მეთქი, ამიტომ გავაკეთეთ. და მოლდენ უკვე კოტე მახარაძე რო და თურმე მე როგორც კოტე მითხრა, კაბინაში ჩაუსვიათ თამასთან და და მის შემდეგ კოტე თო ჩამოვიდოდა სოხუმში, უჩემოდ სუფრაზე არ ჯდებოდა, გოგი მომიყვანეთ. როგორ დაგივიწყებდა კაცო. მე აქ რო ჩამოვედი სოფიკო და მაგი რამდენჯერმე უფასოდ გავაგზავნე ჩვენი თვითმფრინავით მოსკოვში და იქით-აქეთ და რა ვიცი ასეთი ისტორია მქონდა. ჩემი უფროსი იყო იროდიონ ანისიმოვიჩ პიპია. ესე იგი უძლიერესი უროლოგი რა საქართველოში, ცნობილი უროლოგი, მისი მოწაფე ვარ მე. და ჩემთან მუშაობდნენ, ესე იგი აფხაზიც მუშაობდა, სომეხიც მუშაობდა, ებრელიც მუშაობდა განყოფილების ექიმები, რიგითი ექიმები ვიყავით და იროდი იყო ჩვენი უფროსი. ჩემო ბატონო, იროდი ანისიმოვიჩის შვილიც მუშაობდა ჩვენთან. ჩემო ბატონო, მარგო ნაჭყებია იყო, ნოდარი ბაგრატოვიჩი იოსელიანი იყო და ამათგან ვისწავლეთ ძველი ექიმებისგან მე ყველაფერი. მუშაობდით მშვენივრად. ჩვენ დირექტორი იყო თავიდან იყო არსენ დიმიტრევიჩ ტარბა, გადასარევი პიროვნება. მისი წარსულის შემდეგ იყო თემური შურღაია, გადასარევი პიროვნება, მეგობარი კაცი ჩემი და ასევე პატრიოტი კაცი იყო და ასე რომ აწყობილი იყო საქმე აფხაზებთან და ქართველებს. აფხაზები რომ ახსენეთ, შემოავთო, მე მახსოვს ეს ისტორია, რომ ომის დროს ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ამ ომის დროს, რომელიც ბუნებაში არ უნდა არსებულიყო. არ უნდა არსებულიყო, რა თქმა უნდა. მაგრამ იყო და შენ იმ დღეს, როდესაც ომი დაიწყო, გააკეთე ოპერაცია, ეს კაცი იყო აფხაზი, ნაუმარი კაცი იყო. და იმას ვერ წარმოიდგინა, რომ ქართველებსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტი იქნებოდა. ჩემი კაბინეტი დეპუტატების ოთახთან ახლოს იყო. შევედი ოთახში და ხედავ ნოდარ დუმბაძე ზის და რაღაც გაზეთს კითხულობს. ხო და ბატონ ნოდარ მეთქი მივესალმე როგორ ზანდი მაგას ვიცნობდი ხშირად დაფრინავდა. სად მიდიხართ მეთქი და თბილისში მივდივარო თქვა. კარგი მეთქი და რაღაცას ვილაპარაკეთ ახლა იქ და ჩემმა თანაშემწემ ტელეფონზე გეძახიანო და დავილაპარაკე ახლა 5 თუ 10 წუთი გავიდა და ისევ შევედი ნოდარის გავაცილებ თვითმფრინავთან ჯერ არა ჩამოფრენილი კი ის თბილისის თვითმფრინავი და ამიტომ არ მიჩქარია შევედი არ არის ნოდარი დისპეჩერს ვკითხე რომელიც იქ ამოწმებდა ამ მებს ყველაფერს მან მითხრა რომ სადღაც გავიდაო გავედი იმაზე თვითმფრინავი თბილისის არ არის მოსკოვის თვითმფრინავი დგას 154 და ხედავ ნოდარი დუმბაძე ტრაპზე ადის მოსკოვის რეისზე. თუმცა რასურად გავიგე ალბათ მეთქი მე თვითონ ჩემი თავი ვიფიქრე რომ მე ვერ გავიგე და მაინც შევიკითხები მე მივედი და ბატონო ნოდარ სად მიდიხარ მეთქი თბილისში. კაბალეს თბილისში კი არა მოსკოვში მიდის მეთქი სიტყვინა. და გაშენაო ღმერთმა კაბიკული არ ამავჯიბეში. და კიდე გაირო მითხარიო და ჩამოვიდა და მე თბილისის რეისზე დავაჯინე და გავაცილე. ასეთი გურია მაგარი ამბავია. ამასენა რესტორანში შეხვედრი ხარ? ერთად ვიყავით დაბადების დღეზე. თენგისისლიზეა ჩვენი მეგობარი და იმის დაბადების დღეზე ვიყავით ერთ-ერთ რესტორანში და ეხლა მოდის ვითხოვდა ტუალეტი ახლა მე უროლოგი ვარ და არ მწვენია ამის ლაპარაკის თორე ეს არის უროლოგიათ მოიხსენიებ ხოლმე ამ ადგილს ამ ადგილს მოიხსენიებ უროლოგია ხო არა საჭირო და მიდიანი ყველას ისა ეს ფიზიოლოგიურია ხო და ნუ მეწავედი კაცების ტუალეტში რა თქმა უნდა როგორც წესი და რიგია ну, ყველაფერი და ამ დროს რეზო გამოდის ქალების ტუალეტიდან. გამიკვირდა რა გინდა ქალების იმაში მეთქიდა. მე თავისუფლად ვიშვებედო აქო. ყველა ერთმანეთთან შეხმატკბილებული ვიყავით რა. ჩერქეზის მუშაობდა. აფხაზსაც ოპერაციას უკეთებდით, ქართულსაც, რუსსაც, სომეხსაც, ბერძენსაც და სულ ყველას. არ იყო ეროვნება, არ იყო, საერთოდ არ იყო ეროვნებას ლაპარაკი საერთოდ არ იყო. გაყიდეს ბინა. გაყიდეს ბინა, ჩემი პაციენტის ის იყო. ხალხის შილები. გაყიდეს ბინა და აიღეს და ცელოფანში ეს ფული, რუსული ფული. ჩამოვარეს მე. შეგვინახეო, დაუთვლელად. დაუთვლელად. ხო და გერანტიდი იყო გვარად. დაუთვლელად და
ჩავდები მანქანაში და იმ დროს მანქანებსაც იპარავდნენ, ეს ომამდეა. სახში შევიტანო, დედაჩემი, მამაჩემი, ძოლი მეტყვის საიდან მეიტანე ამდენი ფული. მანქანაში ჩავტოვო, მანქანიანად არ მომპარო, გესმის და ერთი კვირა ვინერვიული ასე. ისინი ეწყობოდნენ წასასვლელად, წარმოიდგინე საბერძნეთში. ხო, ამხელა ფული არ დამითვლია ისე მით დამხვალ და ჩუმად შევიტან სახში ღამე, მერე გამოვიტან და ასე და მივეცი ეს ფული და დამანებეთ თავი ნერვიულობით უკვე აღარ შემიძლია მეთქე უთხარი და ჩაობარე ეს ფული. ხვალ მიდიან ესენი. მოსკოვში მიფრინდნენ და მოსკოვიდან დაწავიდნენ ათენში. ხო და ეძებენ ფული არა. თორმე რო იმაშობოდნენ, აღლაგებდნენ სახს, მუსორში ჩაუგდიათ, იმაში, ყოჩი. და დაუგდიათ, ესა გაახსენდა ჩვაღამეზე. რომიკა. ხო და წავედითო გადმოვატრიალეთო ესო ნახეთ ეს ფულიო შეუბადო რომ ნახეთ ეს ფულიო და დროის მოვა ის დრო რომ ფული არ იქნება საჭირო. და ეს იმიტომ რომ ამ ფულის გამო ბევრი ბედურება ხდება და ისე რომ ავიღოთ ნამდვილად სანაგვეშია მისი ადგილი. იმიტომ რომ ვერც ერთი ფულით იმ ურთიერთობას ვერ იყიდი. იმდენად მენდობოდნენ აბუ ძელია ხო ამ სახლის ფული რომ ჩაგაბარონ კაცო და მე ნერვიულობით დავიღალე. იმდენად დაახლოებული ვიყავით ერთმანეთთან რა ეს მე რა მინდა რო ვთქვა რომ ეს ბერძნების, ქართველების, სომხების, რუსების, შემოვადონო აფხაზების კანადიდან არიან სტუმრები და წავიყვანეთ ბრეხალოვკაში. ყავა დავლიეთ, მერე გავიარეთ ბულვარზე. მიდივარ ყოველი მეორე თუ მესამე მაინც მესალმება და ზოგი მკოცნის, ზოგი ხელჩამომართმევს და ასე და ახლა ისინი გაკვირვებული არიან და თქვენთან ისა მიღებული არისო, ეს ყველას ხელი უნდა ჩამოართვა და ყველას უნდა უკოცნაონ. არა მეთქი მიღებული არ არის, აბა მე რატომ მკოციანო, რატომ ვიხარ ჩემი მეგობრებია, ყველას ვიცნობ მეთქი და ხო ეს მათთვის გაუკვირდა ძალიან ამდენ ხალხს როგორ იცნობთ და რან როგორ გიცნობენ ამდენი ხალხია და მე ახლა რომ მიდიოდნენ უკვე მიფრინავდნენ სოხუმიდან მოსკოვში გაფრინდნენ მოსკოვიდან მე მონრეალში უნდა გაფრინდნენ და რომ მიფრინავდნენ მისამართიო და მეორე მუთხე მისამართი დადგინდა საბჭოთა კავშირი გოგი ფაცაცია დააწერილ და მივაო მივაო ძვირფასო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ბრეხალოვკაში დასრულდა ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონი გოგი ფაცაცია ბატონი ათანასე ოდიშარია დიდი მადლობა თქვენ მადლობა დიდი მადლობა